საღამო მშვიდობისა. ეს რუსთავი 2-ია და ლოტო 642. და დღეს პარასკევია. ზურა. კი ბატონო, დღეს პარასკევია და კიდევ ერთხელ წავეთამაშებით ჩვენს იღბალს. იღბალი, რომელიც ბოლო დროს ძალიან წყალობს ლოტო 642-ის მოთამაშეებს, სხვათა შორის. და არა მხოლოდ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, იმიტომ რომ მანამდე ზუსტად 642 საპრიზო ფონდებზე უნდა ამაყად ვისაუბროთ. 9 მილიონი ეს ის თანხა, რომელიც თუ თქვენ შეავსეთ ბილეთები, შეგიძლიათ რომ სწორედ დღეს მიზანს მოარტყათ პირდაპირ 10-იანში და გახდეთ ამ არაჩვეულებრივი თანხის მფლობელი და გარდა ამისა მეორე საპრიზო კატეგორია 200,000 ლარია უკვე მეგობრებო, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ბილეთების შეძენა სამშაბათს და პარასკევს. არ უნდა დავივიწყოთ. ახლა ჩვენ ის დროა გადავიდეთ ღილაკთან და ავხმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი. წავედით, აბა, წავედით და თქვენ გიტოვებთ წარმატებას. მოკლედ 2 1 წავიდა. აი ესეც ასე ჩვენი ფერადფერადი ბურთებიც მოგორდნენ ჩვენთან. და ნახოთ ახლა რომელი ბურთი გახსნის მოკლედ დღევანდელ კომბინაციას. რუიანმა გახსნა ბატონო. რუიანი უსასრულობის ციფრი და უსასრულო ბედნიერება და წარმატება თქვენ და შემდეგი რიცხვი შემოგვიერთდა და ის გახლავთ ნომერი 20. მწვანე და წითელი გვაქვს ჯერჯერობით კომბინაციაში, ვისაც გაქვთ 8 და 20. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თამაშში ხართ. კიდევ ერთი მომგებიანი ბურთი მოთავსდა დანიშნულების ადგილზე. 36 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი და ამჯერად უკვე ლურჯი ფერი. და ყვითელმა მე რა დავაშავეო და არაფერი დაუშავე. ერთა სრული პალიტრა გვაქვს 27 შემოგვიერთ და აბა ვნახოთ რა იქნება მეხუთე მომგებიანი. ისევ ყვითელი ამ შემთხვევაში 31 მოთავსდა თავის ადგილას და ველოდებით უკვე შემდეგ მომგებიან ბურთს. და ის გახლავთ ნომერი 3, 6 ძირითადი ბურთი ჩვენ გვაქვს უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და თუ თქვენ 6-ვე ამოგივიდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ 9 მილიონი მოიგეთ და ბონუს რიცხვი გვაქვს თაკო? კი ბატონო, 16 არის ბონუს რიცხვი და მოდი არ დავარღვიოთ ჩვენი ტრადიცია, გადავიმეოროთ ციფრები 20 36 27 31 3 და ბონუს რიცხვი გახლავთ 16 და სიხარულების გაზიარება გრძელდება ყველას პირველ რიგში ჩვენ სივრცეში და ნამდვილად გრძელდება, იმიტომ რომ იღბლიანი ადამიანების რიცხვი ნელ-ნელა იმატებს და იმატებს. ამ შემთხვევაში ლევან ლელაძე უნდა გაგაცნოთ, რომელმაც სუპერ 7-იანში 25,000 ლარი მოიგო. მას მოგლოცავთ ამ გამარჯვებას, რა თქმა უნდა, და მოდი გავიცნოთ ეს ადამიანი და შემდეგ ჩვენ შედეგებით დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა. 22 წლის ლევან ლელაძისთვის ბაკურიანში დასვენება ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მან მომენტალურ ლოტარიას სუპერ 7-იანში 25,000 ლარი მოიგო. ლევანი მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ისვენებდა, ის ნიკორას სუპერმარკეტში შევიდა, ხურდაში იყიდა მომენტალურ ლოტარია სუპერ 7-იანი და 25,000 ლარი მოიგო. რატო გადაწყვიტეთ, რომ გეთამაშათ ლოტარია და გეყიდათ სუპერ 7-იანი? ისეთი დღე გქონდა, რომ ვიფიქრეთ, რომ ბედი გვეცადა და იღბალი რამდენად გაგვიმართლეთ და მაგის გამო გადავწყვეტეთ, რომ გვეხიდა ბილეთი და გადავყიდეთ და მოვიგეთ. რამდენი ბილეთი შეიძინეთ? 2. 2 და 1 იყო მომგებიანი. 2 მომგებიანი ბილეთი. რა თქმა უნდა, ყველას გაგვეხადა, ყველანი აღტაცებულები ვიყავით, არც დაგვიძინია იმ დღეს. მოგებულ თანხას როგორ გამოიყენეთ? მოგებული თანხის ნაწილით ვაპირებთ, რომ ჩვენ მეგობარს დავეხმაროთ გულის ოპერაციისთვის და უფინანსოთ მას თანხას, ხოლო ნაწილი თანხით ვფიქრობთ, რომ საერთოდ მეგობრები გავერთოთ. ასე რომ ითამაშეთ ლოტარია, ხომ ხედავთ სასწაულები ხდება ლოტარიაში მოგებული თანხით, ბიჭები სიკეთის გაკეთებას გეგმავენ და კიდევ ერთხელ დასასვენებლად წასვლას. გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. ლევანს კიდევ ერთხელ ულოცავთ, რა კარგი ზაფხული ელოდება წინ. არაჩვეულებრივი. შედეგები გვაქვს აქვე. აბა და გავათამაშეთ მეოთხე კატეგორია. 2 გამარჯვებული გვყავს 1268 ლარი. არაჩვეულებრივი თანხა. ორმა ადამიანმა გაინაწილა და 634 ლარი გახლავთ მოგება ბილეთზე. ჩვენ გისურვებთ წარმატებას და შეგახსენებთ ჯადოსნურ სიტყვებს. იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება შეუძლია რა თქმა უნდა ყველას, მათ შორის თქვენს. თავარია ბილეთები ყოველ სამშაბათს და პარასკევს. ეთერი შაბათ კვირა.